ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც თანამედროვეობის და მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, ყველაფერი შეცვალა, რაც კომპანიების შემოსავლებზე და შეფასებაზე აისახა. თუმცა ფინანსების გარდა AI-ის გავლენის არ დანახვა არ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის სამუშაო თუ სასწავლო პროცესში. განათლების სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს და დღეს ამ თემაზე ტექინფორმში განათლების მკვლევართან სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრებთ. სიმონ, გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენ დროისთვის. ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რომელიც დღეს არის საქართველოში სკოლებში და უნივერსიტეტებში შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტს აქ ცხადია გულისხმობთ ChatGPT-ს, Gemini-ს და სხვა მსგავს დიდ ენობრივ მოდელებს, რომლებიც ძირითადად დღეს გვევლინებიან როგორც ერთგვარი ჩატბოტები, რომელთაც შეუძლიათ პასუხები დააგენერირონ და ასევე კონკრეტული პირობითად ნახატებით შექმნა. ხო, ჩვენთან უკვე დაიწყეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა უფრო აქტიურად გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ვიდრე მასწავლებლებმა და პროფესორებმა. მოსწავლეები ხშირად იყენებენ ხოლმე დავალებების შესრულებლად. თან ეს უფრო და უფრო ადვილი ხდება, იმიტომ რომ ქართულს სწავლობს საკმაოდ სწრაფად და უფრო და უფრო დახვეწილია ის ტექსტი, რომელსაც აგენერირებს. მასწავლებლების პრობლემა ახლა აქ არის ის, რომ გაარკვიონ მოსწავლის დაწერილია ის ნამუშევარი თუ კომპიუტერის, ხო, ეს მარტივად რო ვთქვათ. და სულ მიდის ეს რაღაცა თამაში, ანუ ერთი მხარეც ტიპობს რომ გამოიგონოს მეთოდები, რომელთაც თავს აარიდებს ან რაღაც იდენტიფიცირების საშუალებებს, რაც მასწავლებლებს და პროფესორებს აქვთ, მაგრამ ხო, ჩამორჩენა აქვთ პროფესორებს და მასწავლებლებს, იმიტომ რომ მასწავლებლები უფრო ადვილად ითვისებენ ამ ახალ ტექნოლოგიებს, ვიდრე წინათაობის წარმომადგენლები. მაგრამ ასევე დაიწყეს უკვე ჩვენთან გამოყენება ადმინისტრირებისთვის, მაგალითად ცხრილების შედგენისთვის, ვიცი რომ არის უნივერსიტეტები, სადაც აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი მიყვებოდა, რომ აი რაღაც ცხრილების გენერირებისთვის იყენებს, ან ოთახების განაწილებისთვის და ასე შემდეგ. ესე რომ ადმინისტრირების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ძალიან ჩანასახოვანია ცდილობები, რომ გამოყენებული იყოს თავად ახალი რესურსების დასაგენერირებლად, მაგალითად ახალი ტექსტის შესაქმნელად, რომელსაც მიცემ წასაკითხად, ან თქვათ ვიზუალური მასალის შესაქმნელად, მაგრამ ვიცი, რომ გამომცემლობები იყენებენ უკვე მათ შორის სახელმწიფოების გამოცემის დროს იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, რომ ილუსტრაციები შეიმუშაონ წიგნებისთვის. მასწავლებლების პრობლემა ახსენეთ და აქვე უნდა ჩაუღმავდეთ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებიც არსებობს ბაზარზე. თქვენი შეფასებით, რისი გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს იმისათვის, რომ ამ ერთგვარი AI თაღლითობის წინაშე არ აღმოჩნდნენ და რაღაცნაირად თავი დაიცვან გაყალბებული, ასე ვთქვათ, ნამუშევრებისაგან. არის თუ არა რაიმე ხელსაწყოები, ან ურჩევდით თუ არა მათ რაიმე პრინციპის შემუშავებას იმისათვის, რომ თავი აარიდონ AI გენერირებულ კონტენტს. ხო, არის გარკვეული შესაძლებლობები, რომელიც სპეციალურად პლაგიარიზმის გამოვლენისთვის არის, მაგრამ პრინციპში ესენი უმეტესად არის ფასიანი, ან რაღაცა შეზღუდული რაოდენობის დოკუმენტის შემოწმებას გულისხმობს, მაგრამ თავად ხელოვნური ინტელექტის chatbot-ები იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაამოწმოს. ანუ ChatGPT-ს შეუძლია ChatGPT გადაამოწმოს, ან ნებისმიერი სხვა იქნება ეს რაღაც Claude თუ სხვა გადაამოწმოს. არის თუ არა კომპიუტერის დაწერილი, მაგრამ მთავარი მექანიზმი ეს არ არის. მთავარი მექანიზმი არის რომ შეუნდა შეცვალო პედაგოგიკა, ანუ შეუნდა ასწავლო მოსწავლეს ერთი მხრივ ეთიკური მოხმარება, რომ მას არც უნდოდეს რომ მოგატყუოს და მეორე არის უნდა ჩართო შენი დავალებების კეთებაში. აი მაგალითად ჩვენი სკოლის მასწავლებლების ნაწილი აძლევს მოსწავლეებს დავალებას, რომელსაც საფეხურებრივად ჭირდება გაკეთება და თითოეული ნაბიჯის გაკეთების დროს შეიძლება დაავალოს, რომ ანუ იქით დაავალოს, რომ გამოიყენონ ეს ტექნოლოგია. ხო, აი მაგალითად დაიხმარე სიტყვაზე chatbot-ი იმისთვის, რომ დააგენერირო შენი ნაშრომის სტრუქტურა, მე მოიტანე გაკვეთილზე და განვიხილოთ. თქვათ შენ დახვეწე, ოღონდ ჩვენ თვალწინ, ხო, ანუ ერთ-ერთი გზა ეს არის, რომ შენ საკლასო ოთახში დააწერინო რაღაც მოსწავლესთან, ახო მართლა თვითონ წერს თუ ვიღაც სხვა, მაგრამ რეალურად ჩვენ ვემზადებით ისეთი და ვემზადებით არა, უკვე ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ყოველდღიურად შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობები და შესაბამისად მოსწავლეებსაც როგორც ვასწავლეთ თავის დროზე კალმის გამოყენებას, კალმის ტექნოლოგია და ფურცლის გამოყენებას და ფურცლის ტექნოლოგია, ეხლა უნდა ვასწავლოთ ციფრული ტექნოლოგიების
გამოყენება და ეთიკური გამოყენება, იმიტომ რომ შენ შეიძლება ქაღალდითაც გააყალბოს გამფერი რა. კალკულატორითაც თუნდაც მათემატიკის გამოცდაზე შეგიძლია გარკვეულწილად გააყალბო, მარტივად რომ ვთქვა, ამოცანა ამოახსნები მაგალითად კალკულატორს. ხო, ნუ ეხლა ძალიან მარტივია უკვე ტელეფონით შეგიძლია გადაუღო ფოტო და დაგიწერს ამოხსნას და ნაბიჯებსაც და ხო, თან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ახსენეთ, რადგან შეზღუდვა და პირობითად აკრძალვა ხელოვნური ინტელექტის ალბათ სწორი არ იქნება სადაც კონკრეტულად, რადგან სამომავლოდ ამ ტექნოლოგიის გამოყენება მაინც ყველას დასჭირდება და პირიქით რაც ადრეული ასაკიდან ვასწავლეთ, ალბათ უკეთესია და ამიტომაც მასწავლებლებს და პროფესორებს ძალიან რთულ მდგომარეობაში უწევთ ალბათ ოპერირება, რადგან ერთი მხრივ ინოვაცია არ უნდა შეზღუდო, მაგრამ მეორე მხრივ ამ ინოვაციამ არ უნდა ჩაყლაპოს ის ცოდნა, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს არა ჩატბოტისგან, არამედ უშუალოდ პროფესორისგან. ამ მხრივ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა რა არის დღეს რომ მესმის რომ ახალია ეს ტექნოლოგია, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს ყველას, ეს არის ქართული გაჭირვება, ასე ვთქვათ, და ქართული პრობლემა. საერთაშორისო პრაქტიკა იქ არის წარმატებული, სადაც რთავენ სწორედ ამ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, სადაც დავალების ნაწილი შეიძლება გააკეთო და სადაც ასწავლიან ასევე ეთიკურ მითითებას, ხო, სადაც შენ მაგალითად ზოგიერთი სამეცნიერო ჟურნალი პირდაპირ ითხოვს, რომ შენ მიუთითო თუ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ მეცნიერებიც ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს არა იმისთვის, რომ თავის მაგიურად დაწერონ ნაშრომი. მაგალითად, დარედაქტირება შეგიძლია შენი ნაშრომის იმ წესების მიხედვით, რასაც თქვა ჟურნალი ითხოვს ძალიან სწრაფად, ხო? ძალიან მარტივად შეგიძლია ამის გაკეთება. მასწავლებლებისთვისაც, აი მაგალითად, მასწავლებლები უკეთესად ასწავლიან, თუ მათი სასწავლო პროცესი არის ინოვაციური, ინტერაქტიული და ასე შემდეგ და იმისთვის რომ გამოიგონო ყოველი გაკვეთილისთვის ახალი რაღაცა სასწავლო გეგმა, ანუ უბრალოდ გაიხსენო რას აკეთებდი ადრე, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე როთხოვოთ შეტყობს, რომ ახალი სასწავლო გეგმა დაგიწერო, სადაც მაგალითად ეტყვი რაღაც პარამეტრებს, ხო? მე მინდა რომ მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშაონ, იქ რაღაცა, არ ვიცი, სახალისო იყოს, იქ რაღაცა 10 წუთიანი შესვენება ქონდეს, ან პირიქით არ ქონდეს. და ამ შემდეგ ძალიან სწრაფად გიკეთებს ამას. მაგალითად, მე თვითონ ვიყენებ ხოლმე, ჩვენ მუშაობთ ჯგუფი ჩვენ სკოლაში ონლაინ კურსებზე და მაგალითად სტრუქტურის შესაქმნელად ონლაინ კურსის ან დავალებების ტიპები რომ გვიკარნახოს და გვირჩიოს, არის საუკეთესო შესაძლებლობა. ისე როგორც აი მაგალითად შემოწმებისთვის, ტესტების გაკეთებისთვის არის ძალიან კარგი. ოღონდ რა თქმა უნდა, მასწავლებლებმა ისწავლონ, რომ ყოველთვის უნდა გადაამოწმონ, იმიტომ რომ რაღაცები ეჭვენება. ხელოვნური ინტელექტს ესეთი გამოთქმაც არსებობს, ჰალუცინაციები ემართება, შეიძლება რაღაც ტექსტები მოიხმოს, რომელიც არ არსებობს, ან თვითონ გამოიგონოს წყაროები, რომელსაც სანდო წყაროს არ დაეღმოს. ესეც არის. მაგრამ ნუ ერთი საფრთხე არის ის, რომ მან სწავლების დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის სწავლება, თუ როგორ უნდა გამოიყენო, არამედ როდის არ უნდა გამოიყენო, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. და ერთ-ერთი საფრთხე, რასაც მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა, არის ის, რომ აი კალკულატორი ახსენეთ, ხო? კალკულატორის ზედმეტმა გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შენ ზედმეტად იყო დამოკიდებული ტექნოლოგიაზე ელემენტარულ რაღაც ოპერაციების გაკეთების დროს, ხო? ანუ გვინახავს, აი მაგალითად რაღაც მე მინახავს მაღაზიაში მოლარე როგორ ითვლის რაღაცა 3+5-ს, ხო? კალკულატორით, იმიტომ რომ ეს დავიწყებულია, ანუ გონებაში ანგარიში, ხო? აი რაღაცა ელემენტარული რაღაცაები და მსგავსი რაღაცა, მაგრამ მსგავსი პრობლემა არის ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც, რომ შენ კრიტიკული აზროვნება შენთან უნდა შეგეძლოს პირველ რიგში და ეს უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტი და არ უნდა ჩაანაცვლოს შენი კრიტიკული აზროვნება ამ ინსტრუმენტით. სიმონ, თქვენ რამდენიმეჯერ სკოლა ახსენეთ, აქ ძირითადად ალბათ კერძო სკოლები იგულისხმება, რომელთაც სავარაუდოდ უკეთესად შეუძლიათ ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებთან, მაგრამ საქართველოს საჯარო სტრუქტურებში როგორი არის მდგომარეობა, როგორც მოსწავლეების მხარეს, ასევე მასწავლებლების მხარეს გამოიყენება თუ არა ხელოვნური ინტელექტი? საჯაროშიც გამოიყენება და კერძოშიც. კერძოს უპირატესობა არის ის, რომ სასწავლო გეგმები არის ხოლმე ისე მოწყობილი და მასწავლებლების დატვირთვა არის ისეთი, რომელიც მათ უფრო მეტად ახალისებს, რომ მიცენ საწერი დავალებები, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ხოლმე მოსწავლეებს. ხო, ანალიტიკური დავალებები. ანუ საწერი დავალებები უბრალოდ საჯარო სკოლებში პრაქტიკულად არ არის, როგორც დავალება, თუ არ ვლაპარაკობთ, თქვათ, უცხო ენის სწავლებაზე ან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე. მაგალითად, საბუნებისმეტყველო სტატისტიკურ მეცნიერებაში ძალიან იშვიათად არის, რომ რამე დასწერად დაავალონ და ამის მიზეზი არის არა ის, რომ მასწავლებლები არ არიან მზად, რომ ესე დავალებები მიცენ, არამედ სტრუქტურულად არასწორად არის მოწყობილი. მაგალითად, მასწავლებლს, რომელსაც აქვს 2 საათიანი საგანი,
და რომელიც ასწავლის 20 საათს კვირის განმავლობაში, მას ყავს 10 ჯგუფი, რომელსაც ასწავლის და ხშირად საჯარო სკოლაში 10 ჯგუფი არის 300 მოსწავლე. 300 მოსწავლეს დავალება რომ მისცე, მაშინ ჩატბოტი უნდა გამოიხსენო რომ გაასწორებინოს. და რასაც სხვა შორის სულ უფრო და უფრო უკეთესად აკეთებს. არა მხოლოდ ტესტების გასწორების დროს დახურული პასუხები, არამედ ღია პასუხებს. აი ბევრი ონლაინ კურსი გაჩნდა, სადაც სტუდენტები, რა თქმა უნდა, მსმენელები ამ კურსების ვალდებული არიან, რაღაც საკუთარი რეფლექსია დაწერენ და უკვე ხელოვნური ინტელექტი პასუხობს, რამდენად შეესაბამება ის დავალებას და რამდენად გამართულად წერია და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი შედარებით მაინც ცხადია ამაზე უკვე აწლეულები მუშაობენ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ასე სამხარებლო ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა მაინც შედარებით ახალი პროდუქტი. ამის ფონზე მინდა გითხოთ, აი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მაგალითად როგორ შეიცვლება განათლების სფერო საქართველოში და მსოფლიოში, სწორედ ხელოვნური ინტელექტის ფონზე და სხვა მსგავს ტექნოლოგია ხომ არ არის რევოლუციური, რასაც შეიძლება ველოდოთ, რამაც დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს. რო ვიცოდი სხვა რა ტექნოლოგია არის ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ერთი რაც ფაქტი არის რომ ძალიან ბევრი მასალის გენერირება ხდება ძალიან სწრაფად. და ეს იქნება თან შესაძლებლად ამ პრობლემა. შესაძლებელია იმისთვის რომ აი მაგალითად აღარ ვიყოთ დამოკიდებული რაღაც ხანგრძლივი პროცესებზე, აი მაგალითად სახელმძღვანელოს შექმნას სჭირდება წლები და იმ სახელმძღვანელოს შინაარსის შექმნას, რომელიც იქნება ხოლმე წლების განმავლობაში, ეხლა უკვე ძალიან მარტივია რომ შეექმნებინო ხელოვნურ ინტელექტს, ოღონდ ცხადია მერე გადამოწმებებისთვის კიდე ცალკე დრო არის და რედაქტირებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი რუტინული სამუშაო ჩანაცვლდება ამითი. მათ შორის აი თქვი შემოწმების საკითხები, აი მაგალითად ჩვენთან არსებობს გამოცდების ცენტრი, ხო, რომელსაც აქვს რაღაცა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაფინანსება, მაგრამ ზოგიერთ წელს აქვს 10 მილიონიანი დაფინანსება და ეს 10 მილიონი იხარჯება რაღაცა ძალიან ხშირ შემთხვევაში, ანუ დიდი ნაწილი ამის იხარჯება სატესტო დავალებების დაწერაში. რასაც აკეთებს წამებში, ხო, ანუ რასაც ადამიანები წლები ანდომებენ, ერთმანეთს უყურებენ, რაღაცა, ანუ ჭირდება ძალიან ცოტა დრო და ძალიან ცოტა ადამიანი მე ვინც გადააკონტროლებს, გაასწორებს და ასე შემდეგ, მაგრამ ცხადია ეს თან როცა დაიხვეწება ეს მოდელები ხშირ შემთხვევაში უკეთეს დავალებებს დაწერს ვიდრე ადამიანი წერს. იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ვერ გაითვალისწინოს სხვა დიდი გამოცდილება რაც აქვს. ახლა მე პირადად მქონია ეს გამოცდილება რომ იმაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმთან მივედი და უბრალოდ ექიმი იყო შუამავალი ჩემს და ხელოვნურ ინტელექტს შორის. ანუ კომპიუტერთან იჯდა, რაღაცას მეკითხავდა, შეყავდა. პრინციპში რაც საჭიროც არ არის, იმიტომ შემიძლია მე თვითონ კომპიუტერთან ის შეყვანაც არ არის. უბრალოდ ამ ექიმს უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება. ხო, მაგრამ ყველაფერი მომზადა ხელოვნურმა ინტელექტმა. ესეთ პროგრამა არის ვატსონი, ხო, Sherlock Holmes-ro დოქტორ ვატსონი ყავდა, ეგეთი დოქტორ ვატსონი ყავდა ამ ექიმსაც და თვითონ Sherlock Holmes-ის როლს ასრულებდა, ანუ უბრალოდ შეეგროვებინა მასალა რომ ვატსონი დახმარებოდა და დიაგნოზი იმან დასვა და კურნალობაც მან დამისვა. ეს ხდებოდა 10 წლის წინ, ხო? ანუ ჯერ კიდე არ იყო მასობრივი, მაგრამ სამეცნიერო სფერო იყენებს და ბებიაჩემი იყო პედიატრი და ბებიაჩემის გარდა იმისა, რომ ფორმალური განათლება ჰქონდა, საკუთარი გამოცდილება იყო, რასაც ეყრდნობოდა. მისი ძმაც პედიატრი იყო, მის გამოცდილებას ეყრდნობოდა და დედამისის პედიატრი იყო და მისი დღიურები ჰქონდა და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რო ჰქონდეთ ცოდვა ყველა პედიატრის გამოცდილებაზე, რაც კი რა ვიცი, ეხლა მუშაობს პარალელურად, ხო? ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებია ეს და პედაგოგებსაც იგივე შესაძლებლობები უჩნდებათ, რომ სხვა პედაგოგის ნამუშევრები გაითვალისწინოს ამ ხელოვნურმა ინტელექტთან მუშაობის დროს. თან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის ვითარდება, გაია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ჩვენი მეგობრები არიან, ტექნოფშიც არაერთხელ ყოფილან მუშაობენ ამ მიმართულებით, რადგან მცირე რესურსოვანი ენა ქართული და გადარჩენისთვისაც კი ერთგვარად ეგზისტენციალური საფრთხე არ დაემუქროს ქართულ ენას მომავალში, ამაზეც მიდის მუშაობა. სიმონ, ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. AI ვითარდება და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ მოგვიძებს ამ თემაზე ლაპარაკი. ტექინფორუმში დღეს განათლების ექსპერტი და განათლების კვლევარი სიმონ ჯანაში აქვს სტუმრობდა, რომელთანაც მიმოვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივები განათლების სექტორში.